F-წამში თავგადასავლებით სავსე ცხოვრება, რომელიც გამოცდილების, ოჯახის და სიყვარულის ფერად ისტორიას გვთავაზობდა, შეიძლება მოულოდნელად მუქი ნაცრისფერი გახდეს. ყოველი გასული დღით ყველაზე საყვარელი ადამიანის არ ყოფნა შემაწუხებელ სიბნელეს ტოვებს, სანამ საბოლოოდ იმედის სინათლეც არ გაქრება და ადამიანების ადგილას მხოლოდ კითხვები რჩება. ნომერი 20. საუკუნეების განმავლობაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს საოცარი არტეფაქტები, რომლებსაც თითქოს ახსნა არ აქვს. ზოგი მათგანი აღმოჩენილია ისეთ ადგილებში, სადაც ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო სხვები შექმნილია ხალხის მიერ, რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი გვსმენია. ზოგიერთი მათგანი ითვლება დაწყევლილად, სხვებზე კი გამოსახულია ცხოველები და ობიექტები, რომელთა იდენტიფიცირებაც ვერ შევძელით. რის გამოც ზოგიერთს სჯერა, რომ ისინი შექმნეს სხვა სამყაროს არსებებმა ან ცივილიზაციებმა, რომლებიც დროში დაიკარგნენ. ასევე არსებობს არტეფაქტებიც, რომლებიც, როგორც ამბობენ, ან მოჩვენებას დასდევს, ან ბოროტი არსებითაა შეპყრობილი. ამგვარ ცნობებს ხშირად სკეპტიკურად ეკიდებიან, მაგრამ მანჩესტერის მუზეუმის ეგვიპტური განყოფილების ბევრი სტუმარი მაინც ამტკიცებს, რომ იქ გამოფენილ ერთ-ერთ არტეფაქტს საკუთარი გონება აქვს. საუბარი ეხება შუა სამეფოს სამგლოვიარო ქანდაკებას, რომელიც მუზეუმში მინის ვიტრინაშია გამოფენილი. თავდაპირველად ეგონათ, რომ ეს უბრალოდ კიდევ ერთი იმ ასობით ძველი ეგვიპტური არტეფაქტიდან იყო, რომლებიც წლების განმავლობაში აღმოაჩინეს. მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა. 2013 წლის თებერვალში მუზეუმის კურატორი კემპელ პრაისი ეგვიპტურ განყოფილებაში ექსკურსიას ატარებდა, როცა რაღაც უცნაური შენიშნა, რაც შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. სტატუეტკა, რომელსაც ნაბსენ უქვია, ძველად ფარაონთან ერთად უნდა დაემარხათ, რადგან სჯეროდათ, რომ ის ფარაონის სულისთვის მეორე ჭურჭლის როლს შეასრულებდა, იმ შემთხვევაში თუ მისი მუმია განადგურდებოდა. აღსანიშნავია, რომ მუმია და სტატუეტკა მუზეუმს 1923 წელს გადაეცა და მას შემდეგ ისინი ერთმანეთისგან განცალკევებით ინახება. მოცემულ დღეს პრაისი გაოცებული დარჩა, როდესაც შენიშნა, რომ არტეფაქტი არასწორი მიმართულებით იყო მიბრუნებული და მას ამის ახსნა არ ჰქონდა. მან მუზეუმის დანარჩენ თანამშრომლებს კითხა, ვინმე ხომ არ გადაეტანა იგი, მაგრამ არავის გადაუტანია. გარდა ამისა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა იმ კონკრეტული ვიტრინის გასაღები, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გადაიტანდა ქანდაკებას მისთან შეთანხმების გარეშე. მან გახსნა ვიტრინა, დააბრუნა ქანდაკება თავდაპირველ პოზიციაში და ისევ ჩაკეტა ვიტრინა. მეორე დღეს ქანდაკება ისევ სხვა მიმართულებით იყო მიბრუნებული, ხოლო კიდევ ერთი დღის შემდეგ ისევ გადაადგილებული იყო. ის ფიქრობდა, რომ ამას აუცილებლად უნდა ქონოდა ლოგიკური ახსნა, მაგალითად ვიბრაციები, რომლებიც მას და მის სტუმრებს არ შეეძლოთ ეგრძნოთ. მაგრამ იმავე ვიტრინაში სხვა არტეფაქტები საერთოდ არ დაძრულა და პრაისი გაოცებული დარჩა. იმის გამო, რომ ეჭვობდნენ თითქოს ვიღაც ამ ვიტრინას შეაღწია, კამერა მისკენ მიმართეს და ყოველ წუთში ერთხელ ფოტოებს იღებდა. როდესაც ფოტოები გადაამოწმეს, მუზეუმის თანამშრომლები გაოცდნენ, როცა აღმოაჩინეს, რომ არტეფაქტი თავისი ტრიალებდა, მაშინ როცა დანარჩენები სრულიად უძრავი იყო. მოითქვა, რომ ტრიალი შეიძლებოდა განსხვავებული ხახულით ყოფილიყო გამოწვეული, რაც ნამდვილად დამაჯერებელი ახსნა, მაგრამ პრაისი სკეპტიკურად დარჩა. მან აღნიშნა, რომ ქანდაკება ამ ვიტრინაში დიდი ხნის განმავლობაში იდგა და მანამდე არასდროს დაძრულა, რაც ასე არ იქნებოდა თუ ამ ტიპის ხახუნი იქნებოდა მიზეზი. ბევრმა ექსპერტმა გამოთქვა აზრი ამ თეორიაზე, მაგრამ ვერავინ ახსნა, რატომ დაიწყო არტეფაქტმა მოულოდნელად ასე მოქცევა, როცა ადრე სრულად უძრავად იდგა. ის დღესაც გამოფენილია ყველასთვის სანახავად, თუ რა თქმა უნდა საკმარისად მამაცები არიან. 19 ნომერი. 1989 წლის თებერვლის 27-ს Norcross, ჯორჯიის შტატში მდებარე სურათის ჩარჩოების კომპანიის თანამშრომლებმა შენობა წყლით დათბორილი ნახეს, რადგან სახანძრო სიგნალიზაცია გააქტიურდა ცეცხლის გამო, რომელიც კომპიუტერის პროგრამისტ ლისა გაიზის სამუშაო მაგიდასთან გაჩნდა. 26 წლის ლისა წინადრეს მარტო მუშაობდა. ტერიტორია დამწვარი იყო და იქ შემზარავი აღმოჩენა გაკეთდა. ლისას მაგიდასთან გროვდებოდა სასიცოცხლო სითხე, რომელიც სპრინკლერების წყალმა გააზავა და დააზიანა. და ლისა დაკარგული იყო. მომხდარის ადგილზე მომუშავე პოლიცია ახლომდებარე ტყიან ადგილას იპოვა 10 ფუნტიანი კარის შემაჩერებელი, რომელიც დაფარული იყო დაზიანებული წითელი სითხით და მიიჩნევა, რომ შესაძლოა იარაღი იყოს. ლისას ჩანთა, რომელშიც ყველაფერი იყო, გარდა მისი მანქანის გასაგებებისა, ახლომდებარე სახურავზე იპოვეს მას შემდეგ, რაც პეიჯერმა დარეკა. მისი 1993 წლის ნისან პულსარი 1 კვარტლის მოშორებით აღმოაჩინეს. გამომძიებლებმა ასევე აღმოაჩინეს მცდელობები კომპანიის კომპიუტერიდან ინფორმაციის წაშლის. სასიცოცხლო სითხე იყო მოსრილი კომპანიის მანქანაზე და წითელი ლაქებით დასრილ ქსოვილის საფოსტო ეტლზე. მიუხედავად მტკიცებულებებისა, ლისა და მისი სხეული ვერ იპოვეს. დეტექტივებმა ყურადღება გაამახვილეს ახლახან გათავისუფლებულ თანამშრომელზე, რომელმაც რეზიუმე გააკალბა და მითვისების გამო გამოსაცდელ ვადაზე იმყოფებოდა.
ვარაუდობენ, რომ ის ოფისში შევიდა ფაილების წასაშლელად, სადაც მოულოდნელად შეხვდა ლისას. პოლიციის აზრით ლისა იქ მოკლეს და შემდეგ მისი სხეული გადაადგილეს. საერთო პირის BMW-ზე ლუმინოლის ტესტირებისას აღმოჩნდა ლაქები, მაგრამ შედეგი ერთმნიშვნელოვანი არ იყო. წლების შემდეგ ეჭმიტანილის მეუღლე მივარაუდა, რომ ლისა მათ საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ ჭაში გადააგდეს, მაგრამ ძებნამ შედეგი არ გამოიღო. ლისა გაისის საქმე დღემდე გაუხსნელად რჩება. არავინ დაუკავებიათ და მისი ოჯახი დარწმუნებულია, რომ ის არ წავიდოდა დაგეგმილ ქორწილამდე, რომელიც სულ რამდენიმე კვირაში უნდა გამართულიყო. ნომერი 18. ამბობენ, რომ Bell Bakery-ის ხალხს დიდი წვლილი მიუძღვის ბრინჯაოს ხანის ბრიტანეთში შემოტანაში და შესაძლოა მათ ხელი შეუწყეს Stonehenge-ის გადაკეთებაშიც, მაგრამ ამ ცივილიზაციისა და მათი ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით. ეხლა მიიჩნევა DNA-ის ანალიზის წყალობით, რომ Bell Bakery-ის ხალხი ბრიტანეთში ძველი წელთაღრიცხვის 2400-დან 2600 წლამდე პერიოდში ჩამოვიდა და მათი მოსვლა ნეოლითის პერიოდის დასასრულს ნიშნავდა. გარდა ამისა, ამბობენ, რომ მათი DNA თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა ბრიტანეთის თავდაპირველი მოსახლეობის DNA, რაც ნიშნავს, რომ კუნძულის თავდაპირველი მოსახლეებიდან თითქმის არავინ არის დაკავშირებული თანამედროვე ადამიანებთან, რომლებიც ეხლა იქ ცხოვრობენ. ეს დადგინდა კვლევის დროს, რომ მათ შეადარა ბრიტანეთში დაკრძალული ადამიანების დნმ ამ იდუმალი ხალხის მოსვლამდე და მის შემდეგ. თავარი მკვლევარი პროფესორი იან ბარნსი აღნიშნავს, რომ იმ ადამიანების ნეშტებში აღმოჩენილი დნმ, რომლებიც დაკრძალულნი იყვნენ მათი მოსვლის შემდეგ, საგრძნობლად განსხვავდებოდა თავდაპირველი მოსახლეობის დნმ-სგან, რაც მიუთითებს მასიურ მოსახლეობის შეცვლაზე. Bell Bakery-ის ხალხს ეს სახელწოდება მიენიჭა მათი გამორჩეული კერამიკის სტილის გამო. დაახლოებით 4500 წლის წინ მათ დაიწყეს ზარის ფორმის კერამიკის წარმოება, რომელიც მანამდე არასდროს ენახათ და პირველად თანამედროვე ესპანეთსა და პორტუგალიაში გამოჩნდა. ეს სტილი სწრაფად გახდა მოდური ევროპაში და ერთი საუკუნის შემდეგ პირველად გამოჩნდა ბრიტანეთში. მიუხედავად იმისა, რომ ამის მყარი ახსნა არ არსებობს, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ Bell Bakery-ის ხალხი მასობრივი მიგრაციის პროცესში იყო და ეს კერამიკის სტილი ყველგან თან მიჰქონდათ, სადაც კი მიდიოდნენ. რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში ბრიტანეთში კიდევ უფრო მეტი ზარის ფორმის კერამიკის ხალხი ჩავიდა და მალე მათ თითქმის მთლიანად ჩაანაცვლეს ამ ტერიტორიის თავდაპირველი მოსახლეობის დნმ. ჩვენ საკმაოდ კარგადაც კი ვიცით, როგორ გამოიყურებოდნენ ისინი. ანალიზირებული DNA-ის წყალობით მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მათ ჰქონდათ ღია ფერის კანი, ღია თმა და ღია ფერის თვალები. მათი ჩამოსვლის დროს ბრიტანეთის მკვიდრებს როგორც წესი ჰქონდათ ყავისფერი თვალები, ყავისფერი თმა და ზეთისხილისფერი კანი, რაც დღეს ნამდვილად აღარ შეესაბამება სინამდვილეს. ეს როგორც ჩანს ამყარებს თეორიას, რომ თავდაპირველი მოსახლეობა თანდათან შეიცვალა, რადგან Bell Bakery-ის ხალხი შვილებს აჩენდა ადგილობრივებთან, რომლებიც საბოლოოდ გაქრნენ და დაიწყებას მიეცნენ. რაც შეეხება Bell Bakery-ის ხალხის წარმოშობას, თავდაპირველად მიაჩნდათ, რომ ისინი ლიბერიიდან იყვნენ, მაგრამ ექსპერტები ამაში 100%-ით დარწმუნებულები არ არიან. ესევე გამოითქვა მოსაზრება, რომ ისინი ევროპაში მონადირე შემგროვებლებთან შეერივნენ ბრიტანეთში გამგზავრებამდე, რაც ნიშნავს, რომ მათი DNA-მიც შეიცვალა იქ ჩასვლამდე. არ არის ნორმალური, რომ ერთი ჯგუფის DNA სრულად დომინირებდეს და საბოლოოდ დაჩრდილოს მეორე, მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ამის ახსნა არსებობს. ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა ეპიდემია გავრცელდა და ამას ტრაგედია მოჰყვა. ძალიან შესაძლებელია, რომ Bell Bakery-ის ხალხი დაავადების მიმართ იმუნური იყო, ხოლო ბრიტანეთის თავდაპირველი მოსახლეობა არა. ამგვარად, Bell Bakery-ის ხალხი განაგრძობდა აყვავებას, მაშინ როცა ბრიტანელები ჭირს ემსხვერპლნენ, რის შედეგადაც მათი DNA მრავალი წლის განმავლობაში შემცირდა. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ მათ დაიწყეს Stonehenge-ისა და სხვა მრავალი ნეოლითური ძეგლის გამოყენება, რომლებიც ბრიტანეთში იყო აშენებული და შესაძლოა მათ ხელი ჰქონდათ ცნობილი მონუმენტის გადაკეთებაშიც, თუმცა ეს დამტკიცებული არ არის. მათ ბრიტანეთის ადგილობრივებს გააცნეს მეტალურგია, მშვიდოსნობა და კერამიკის მათთვის დამახასიათებელი სტილი. თუ ამ ყველაფრიდან რაიმე საბოლოოდ დადასტურდება, ეს შეიძლება შეცვალოს ჩვენთვის ცნობილი ისტორია. მაგრამ ეხლა ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი ამ უძველეს Bell Bakery-ის ხალხზე. ნომერი 17. New River Gorges ეროვნულ პარკში ბობოქარი მდინარე მიედინება, რომელიც ხეობის ღრმა კანიონებს კვეთს. მისი სახელის მიუხედავად, New River-ის სინამდვილეში კონტინენტზე ერთ-ერთი უძველესია. პარკი თავად მოიცავს 70,000-ზე მეტ აკრს და უამრავ თვალწამტაც ხედს გვთავაზობს. მიუხედავად სილამაზისა, ეს პარკი, როგორც ბევრი სხვა, საშიში და დაუნდობელია. წლების განმავლობაში აქ რამდენიმე გაუჩინარება მოხდა და სწორედ ამ ადგილს მიირბენდა Jasmine Michelle Cruzy ბოლოს, სანამ უკვალოდ გაქრებოდა. 30 წლის Jasmine დედა სტუმრობდა 2016 წლის 1 აპრილს. საცხოვრებელი სახლი მდებარეობდა ბუნსპოროს გზის 1100-იან მონაკვეთში, Deepwater-ში, დასავლეთ ვირჯინიაში, ახალი მდინარის ხეობის ეროვნული პარკიდან მხოლოდ 25 მილში.
იმ დღეს დედასა და ქალიშვილს შორის მეგობრული ვიზიტი სწრაფად გადაიქცა დაძაბულობად და სახლში კამათი დაიწყო. Სუსტად რა იყო უთანხმოების მიზეზი, ეს არასოდეს განმარტებულა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ქალი დღეში ნაკრძალის მიმართულებით გაქცეულიყო. ეს იქნებოდა უკანასკნელი დრო, როცა ვინმეს ჟასმინი ნახავდა ან მისგან რამეს გაიგებდა. მას შემდეგ, რაც ქალი პოლიციაში დაკარგულად განაცხადეს, მათ გამოძიება დაიწყეს, მაგრამ მალე დაასკვეს, რომ ამ შემთხვევაში არაფერია უჩვეულო. ჟასმინი სრულწლოვანი იყო და შეეძლო წასულიყო, როცა უნდოდა. ამ აზრის გამო ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მისი საქმე დაკარგულად ან საფრთხეში მყოფად არ ჩაეთვალა. მაგრამ მაისისთვის, როცა ჯერ კიდევ არ იყო მის კვამისი კვალი, პოლიციამ გადაწყვიტა, რომ დამატებითი გამოძიება იყო საჭირო. მაშინ დაიწყეს მათ ამ შემთხვევის გამოძიება და განიხილეს შესაძლებლობა, რომ საქმე შეიძლებოდა დანაშაულთან ქონოდათ. 18 მაისს ბაიეტის ოლქის შერიფის მოადგილეები მთელ დღეს გაატარებდნენ ჟასმინის ძებნაში, დინარის ნაპირზე და იმ უბნის სახლებთან, სადაც ბოლოს ნახეს იგი. მოადგილეებს დახმარებას უწევდნენ დასავლეთ ვირჯინიის საძიებო სამაშველო ჯგუფის K9 ერთეულები. მიუხედავად საფუძვლიანი ძებნისა, არანაირი კვალი არ აღმოაჩინეს, რაც დაკარგული ქალის ადგილსამყოფელს ან ბედს მიანიშნებდა. აღნიშნულია, რომ ჟასმინს არ აქვს არც ფსიქიკური და არც ფიზიკური მდგომარეობა, რაც მას საკუთარ თავზე ან სხვებზე საფრთხედ აქცევდა. იმის გათვალისწინებით, რომ ახლოს მდებარეობს New River Gorges ეროვნული პარკი, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ შესაძლოა ის ნაკრძალში დაიკარგა. თუმცა ტერიტორიის ძებნა არ ჩატარებულა და საქმე კვლავაც გამაღიზიანებლად გადაუჭრელია. ნომერი 16. 14 და 15 საუკუნეებში ესპანეთიდან წარმოშობილი კეთილშობილი კორტერეალის ოჯახი ცნობილი იყო თავისი სიყვარულით მსოფლიოს ოკეანეების შესწავლისადმი. ოჯახის ორმა ვაჟმა, გასპარ კორტერეალმა და მიგელ კორტერეალმა, ეს სიყვარული მამისგან, ჟუაო ვაზ კორტერეალისგან მიიღეს. ამბობდნენ, რომ გასპარი ამ ორს შორის ნამდვილი თავგადასავლების მოყვარული იყო, რადგან ბავშვობიდანვე ისმენდა შორეული მიწების ისტორიებს და სწრაფად ისწავლა რუკების კითხვა. მისი თავგადასავლებისადმი სურვილი კიდევ უფრო გაძლიერდა იმ აღმოჩენებით, რაც სხვა მოგზაურებმა 1500 წლამდე გააკეთეს. მათ შორის იყო ახალი სავაჭრო გზები, ახალი კონტინენტები, ტერიტორიები და რასები, რომლებიც მანამდე არასდროს ენახათ. ზრდასრულ ასაკში გასპარი პორტუგალიის მეფე მანუელ პირველმა აირჩია, რომ სხვა მოგზაურებთან ერთად ახალი ტერიტორიები აღმოეჩინა. და თავის პირველ მოგზაურობაში შესაძლოა გრენლანდიამდე მიაღწია, თუმცა ეს თეორია სადავოდ რჩება. ის ამტკიცებდა, რომ სანამ თვითონ და მისი ხალხი ხმელეთზე ფეხს დაადგამდნენ, ცუდმა ამიდმა მათ უკან დაბრუნება აიძულა, მაგრამ მას სრული განზრახვა ჰქონდა, რომ მეტი ხალხით დაბრუნებულიყო. მას შემდეგ, რაც 1501 წელს დიდი ჯგუფი მკვლევარების შეკრიბა, კვლავ გაეშურა ზღვაში, ამჯერად 3 გემით. როდესაც ისინი ამ ტერიტორიას მიაღწიეს, ქენულიანმა პირობებმა გზა ძალიან გაორთულად. გემები არ იყო აშენებული ყინულის გასატეხად, ამიტომ გასპარმა კურსის შეცვლა გადაწყვიტა და მიიჩნევა, რომ ჯგუფი ნიუფაუნდლენდზე, ან შესაძლოა ლაბრადორში, ნაპირზე გადავიდა. ექსპედიცია წარმატებული აღმოჩნდა და გასპარმა ამ ტერიტორიაზე მცხოვრები დაახლოებით 60 ადამიანი პორტუგალიაში წაიყვანა. მაგრამ გზაში რაღაც ჩვენთვის უცნობი მოხდა, რადგან დანარჩენი 2 გემი უსაფრთხოდ მივიდა, ხოლო გასპარის გემი არსად ჩანდა. მიგელი არ შეეგოა იმას, რომ მისი ძმა უბრალოდ გაუჩინარდა და რადგან მასაც უყვარდა თავგადასავლები და დაპირებული ჰქონდა აღმოჩენილი მიწის ნაწილი, გადაწყვიტა გასპარის საძებნელად წასულიყო. 1502 წელს მან ახალი მეზღვაურები შეკრიბა და 3 გემით ლისაბონიდან გაემგზავრა. ის დაბრუნდა იმ ადგილას, სადაც მისი ძმა ბოლოს ნახეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას და მის ხალხს იგივე ყინულოვანი წყლები უნდა გაევლოთ, რაც გასპარსა და მის ეკიპაჟებს შეხვდათ. ეს დიდი პრობლემა არ აღმოჩნდა, რადგან ისინი მცირე სირთულით მიაღწიეს იმ ტერიტორიას. მაგრამ შემდეგ მიგელმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა. მან გადაწყვიტა, რომ მათ მეტი ტერიტორია სწრაფად უნდა გაელოთ და 3 გემს დაავალა, გაყოფილიყვნენ. მათ შეთანხმდნენ, რომ იმ წლის აგვისტოს შუა რიცხვებში ერთ კონკრეტულ ადგილას შეხდებოდნენ და მართლაც 2 გემი მივიდა, მაგრამ მიგელის გემი გაუჩინარდა, ისევე როგორც მისი ძმისიც. არსებობს ვარაუდი, რომ მისი გემი ან ყინულმა გამოუსწორებლად დააზიანა, ან შტორმის დროს ჩაიძირა. თუმცა კორტერეალის ოჯახმა არ დანებდა. 1503 წელს მათმა ძმამ ვასკო ანესმა 2 გემი იმავე ტერიტორიაზე გაგზავნა, რათაც მები მოეძებნა. რადგან გასაგებია, რომ მას ექსპედიციაში წასვლის ნებართვა არ მისცეს. ზოგიერთ ისტორიკოს აქვს ვარაუდი, რომ ან ერთმა, ან ორივე ძმამ გადაწყვიტა პორტუგალიაში აღარ დაბრუნებულიყო და მათ ამ რეგიონებიდან ერთ-ერთში ხანგრძლივი ცხოვრება გაატარეს. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არასოდეს დამტკიცებულა და ისტორიკოსებს მხოლოდ ვარაუდი შეუძლიათ, რა დაემართათ კორტერეალის ძმებს საუკუნეების წინ. Номер 15. AJ Bro, Homeris, Louisiana's მოქალაქე, თავისი საზოგადოების საყვარელი წევრი იყო. Ბოლოს 3 წლების განმავლობაში ის ადგილობრივ ტანსაცმლის მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა. ის განქორწინებული იყო და 3 ქალიშვილი ჰყავდა.
AJ-საც ჰქონდა რამდენიმე უსიამოვნო შემთხვევა, განსაკუთრებით ალკოჰოლთან დაკავშირებით. 1983 წელს, როცა კრიტიკულ ზვარს მიაღწია, გადაწყვიტა რომ საკმარისი იყო. მან დახმარება ითხოვა და 1991 წლისთვის უკვე 8 წელი იყო სიფხიზლეში. საკუთარი შეცდომებიდან გაკვეთილის მიღების შემდეგ 50 წლიანი კაცი ყველაფერს აკეთებდა რომ სხვებსაც დახმარებოდა იგივე პრობლემით. მას ადგილობრივი ანონიმური ალკოჰოლიკების შეხვედრების მდივნად დანიშნავდნენ იმ იმედით რომ დაეხმარებოდა სხვებს, ვინც იგივე ბედის გზაზე იყო. AJ-ს ძალისხმევა თუმცა იმ აგვისტოში შეწყდა, როდესაც ის საიდუმლოდ გაუჩინარდა და თავისი ბედის შესახებ არანაირი კვალი არ დატოვა. 28 რიცხვი იყო, როდესაც მან დატოვა რიგითი ანონიმური ალკოჰოლიკების შეხვედრა და შემდეგ ქუჩის გადაღმა, გადავიდა სასურსათო მაღაზიაში რომ რძე ეყიდა. მან თავისი მანქანა Ford Tempo Jimbo's პარკის სადგომში დატოვა, სადაც შეხვედრები ტარდებოდა. არ არის ცნობილი, შევიდა თუ არა AJ მაღაზიაში ან რაიმე იყიდა თუ არა. უცნობია, გაუჩინარდა მან შენობაში შესვლამდე თუ შემდეგ დაიკარგა. იმ დროს AJ თავის ერთ-ერთ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა და როცა იმ საღამოს სახლში არ დაბრუნდა, ქალიშვილმა მეორე დღესვე განაცხადა მისი გაუჩინარების შესახებ. მთელი ერთი დღე დასჭირდა გამონძიებლებს, სანამ ისინი იპოვიდნენ Tempos მიტოვებულს Easy Does It კლუბის მიმდებარედ. მანქანა ჩაკეტილი იყო და მისი პირადი ნივთების უმეტესობა შიგნით დარჩენილიყო, მათ შორის საფულე, ჩეკების წიგნი და ბანკის ჩანთა, რომელშიც $165 იდო. ადგილიდან დაკარგული იყო მანქანის გასაღებები და რძის ქოლოფი. ბენზინის ავზიც სარიელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე საათის წინ ჰქონდა ავსებული. ჰომას ერთ-ერთი მცავარი მოქალაქის გაუჩინარების ამბავი სწრაფად გავრცელდა საზოგადოებაში და თითქმის მაშინვე სხვადასხვა ადგილიდან სპორადულად დაიწყო მისი ნახვის შესახებ შეთხოვინებების მიღება. 30 აგვისტოს იმავე დღეს, როდესაც მანქანა აღმოაჩინეს, მისი ხანგრძლივი მეგობარი Kenneth Pellegrini ამტკიცებდა, რომ AJ-ს შეხვდა. მან განაცხადა, რომ დაკარგული კაცი მაღაზიის გარეთ სატელეფონო ჯიხურს იღენებდა. Kenneth-მა ის აღწერა როგორც არეული და ისეთი, როგორც ჩვეულებრივ იყო, აღარ იყო გახსნილი. მან ასევე შენიშნა, რომ AJ-ს 3 კაცი აკვირდებოდა წითელი პატარა მანქანიდან. მეგობარმა უცნაურად და მისთვის უჩვეულოდ მიიჩნია მისი ჩაცმულობა. მას ეცვა ფლანელის პერანგი, ფართო შარვალი და ძველი ჩობურთის ფეხსაცმელები, რომლებიც თითქოს არ ეკუთვნოდა AJ-ს იმ საღამოს, როცა პირველად გაუჩინარდა, ეცვა თეთრი პერანგი და ჰალსტუხი. მაღაზიაში შესვლისა და უკან გამოსვლის შემდეგ, Kenneth-მა აღმოაჩინა, რომ ვერც თავისი მეგობარი და ვერც წითელი მანქანა აღარ იყო. იმავე დღეს სხვა ნაცნობმა, როგორც ამბობენ, დაინახა AJ და ის ავის მომასწავებელი წითელი მანქანა. ის გადაადგილდებოდა სოფლის გზაზე, ჰომადან 8 მილით დაშორებით. შემდეგი თითქმის მონათხრობი კიდევ უფრო ბნელ დეტალებს შეიცავდა. მისი თქმით, მან Jimbo's პარკში 3 კაცი დაინახა, რომლებიც უცნობ მამაკაცს თეთრ მანქანაში ძალით სვამდნენ, ზუსტად იმ ადგილას, სადაც Tempo იპოვეს. შემდეგ საქმე სერიოზულად შემოტრიალდა, როცა პოლიციის განყოფილებაში წერილი მივიდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ AJ გაუჩინარების საღამოს ნასვამი იყო და მუცელზე თვითდაზიანება მიიღენა. წერილში ეწერა, რომ შემდეგ ის ბამბის ტომარაში ჩასვეს და ბაიუს ნაპირიდან კაშხალთან ახლოს გადააგორეს. კაშხალი, რომელსაც ისინი გულისხმობდნენ, პარკთან ახლოს იყო და დეტექტივებმა სწრაფად დაიწყეს ფართომასშტაბიანი ძებნა, მაგრამ ვერაფერი იპოვეს და დაასკვნეს, რომ წერილი უბრალოდ ავადმყოფური ხუმრობა იყო. დაკარგული კაცის შემდეგი შესაძლო დაანახვა 24 სექტემბერს მოხდა. ლოკპორტის ცხოვრებმა Christy Boardroom ნახა, როგორ გაჩერდა ფურგონი მის სახლთან ახლოს. დაუვარწმელი გარეგნობის კაცი ფურგონიდან ბარბაცით გადმოვიდა, რომელიც როგორც ამბობენ, ალკოჰოლის სუნს აფრქვევდა. კაცი მიუახლოვდა მას და კითხა, სურდა თუ არა გაპინული თევზის პარკის ყიდვა. მან უარი თქვა და კაცი წავიდა. Christy იფიქრა, რომ ის ნაცნობად გამოიყურებოდა და შეიძლება AJ ყოფილიყო. მას შემდეგ რაც აჩვენეს AJ-ს ძველი საპოლიციო ფოტო მისი სმის დროიდან, Christy დარწმუნებული იყო, რომ ის კაცი, რომელიც ნახა, სწორედ ის იყო, ვისაც ეძებდნენ. მაგრამ მიუხედავად ამ ნახვების, AJ კლავ შემაშფოთებლად დაკარგული იყო. ის მანქანები, რომლებთანაც ის ნახეს, ვერასდროს იპოვეს და ის საიდუმლო მამაკაცები ვერასდროს ამოიცნეს. ნომერი 14. სეთის მასალა არის ციგნი, რომელიც დაწერეს Jane Roberts-მა და მისმა მეუღლემ Robert Batts-მა, მაგრამ ის განსხვავდება ყველა სხვა ციგნისგან, რომელიც ოდესმე გამოქვეყნებულა, რადგან ისინი ამტკიცებენ, რომ მასში აღწერილია მათი კომუნიკაცია არსებასთან, სახელად სეთი. ეს ამბავი იწყება 1963 წელს, როდესაც Jane-მა და Robert-მა გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ კვლევა ციგნისთვის, რომელსაც Robert-ი წერდა ექსტრასენსორულ აღქმაზე. მათ იყიდეს Ouija-ს დაფა და დაიწყეს ექსპერიმენტირება, რათა ენახათ მართალი იყო თუ არა ამ დაფებთან დაკავშირებული ხმები. ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლებოდა. წლის დეკემბრის მესამე დღეს მათ დაიწყეს საუბარი მამრობით არსებასთან, რომელმაც განაცხადა, რომ მისი სახელი სეთია.
მათ დაიწყეს ამ საუბრების ჩაწერა, მაგრამ საბოლოოდ ჯეინმა დაიწყო შეტყობინებების მიღება უიჯის დაფის გარეშე. თითქოს ეს შეტყობინებები პირდაპირ მის გონებაში შედიოდა. ეს ნიშნავდა, რომ დაფა აღარ იყო საჭირო, რადგან ჯეინი უბრალოდ გადასცემდა შეტყობინებებს რობერტს, რომელიც შემდეგ ჩაწერდა მათ. სეთმა ახსნა, რომ ის იყო სუფთა ენერგიის არსება და მას აღარ ჰქონდა ინტერესი ფიზიკური სამყაროს მიმართ. მან დაამატა, რომ დედამიწაზე ყველა თავისი რეინკარნაცია დაასრულა და ახლა არსებობის ალტერნატიულ განზომილებაში ცხოვრობდა. გარდა ამისა, ინფორმაცია, რომელიც მან წყვილს გადასცა, წარსულში ბევრ სხვა ადამიანს მიეცა, მაგრამ ყოველ ახალ თაობასთან ერთად ის და სხვა არსებები თავიანთ გზავნილებს თავიდან იმეორებდნენ. სეთი თითქოს კარგად იცნობდა თანამედროვე სალაპარაკო ენას და ჯეინი ამტკიცებდა, რომ ბევრ შემთხვევაში, როცა სეთთან საუბარს ამთავრებდა, არ ახსოვდა, რომ ესაუბრა, ან საუბრის დროს ღვინო დაელია. მიუხედავად იმისა, რომ სეთისგან ბევრი გზავნილი მიიღეს, მისი მთავარი მიზანი იყო ჯეინისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის ესწავლებინა, რომ მხოლოდ საკუთარი აზრებით და რწმენებით შეუძლიათ საკუთარი რეალობის შექმნა. მან ასევე ახსნა, რომ რეინკარნაცია ძალიან რეალურია და რომ ეს არსებობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია. რაც შეეხება იმას, რომ თითოეული ადამიანი საკუთარ რეალობას ქმნის, მან ახსნა თუ როგორ მუშაობს ეს პროცესი. ნებისმიერი ადამიანის შინაგანი ეგო პასუხისმგებელია მათი ფიზიკური ფორმისა და გარშემო არსებული ფიზიკური გარემოს შექმნაზე. ის გამოცდილებები, რასაც ისინი გადიან, განისაზღვრება მათი მოლოდინებით, რწმენებით და დამოკიდებულებით და ისინი იქმნება გარე ეგოს მიერ. მოკლედ რო ვთქვათ, სეთი ხსნის, რომ თითოეული ადამიანი განიცდის იმ ცხოვრებას, რაზეც კონცენტრირებულია და ეს შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მაშინ, როცა ისინი გადაწყვეტენ შეცვალონ თავიანთი მოლოდინები და რწმენები. ჯეინმა ეს უფრო დეტალურად ახსნა და აღნიშნა, რომ ჩვენს გარშემო არსებული ფიზიკური გარემო ჩვენი გონების მიერ იქმნება. ეს აზრები შემდეგ ივსება ენერგიით, რომელიც მოდის მასების გონებიდან და მოვლენები, რომლებსაც ჩვენ ვაწყდებით, როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად, იგივე გზით იქმნება, აზრისა და ენერგიის საშუალებით. გარდა ამისა, სეთმა განაცხადა, რომ რეალობას არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული და დაფირდა ყველას, ვინც მას გახვებოდა, რომ ისინი განიცდიან შეცვლილ ცნობიერებასა და ისეთ თავგადასავლებს, რომელთა წარმოდგენაც კი არ შეეძლოთ. ეს სესიები გაგრძელდა კიდევ 21 წლის განმავლობაში, სანამ ჯეინი 1984 წელს გარდაიცვალებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს, სეთი რეალურად არასდროს არსებობდა, სხვებმა ჯეინის ნაწერებში სიბრძნე იპოვეს, რადგან მათ იგრძნეს, რომ მისი წიგნები უკეთესობისკენ შეუცვალათ სამყაროსადმი დამოკიდებულება. 13 ნომერი. ლოიდ ლაიონელ გეინსის სახელი შეიძლება ყველასთვის ცნობილი არ იყოს, მაგრამ მისი გაუჩინარებიდან 3 თვით ადრე ის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ლოიდმა მოიგო აშშტ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მისური შტატს დაავალა ან მიეღო ის იურიდიულ სკოლაში, ან აეშენებინა ცალკე, მაგრამ თანასწორი სკოლა აფრო-ამერიკელებისთვის. მისი სამწლიანი სამართლებრივი ბრძოლა საბოლოოდ გზას გაუხსნიდა უნივერსიტეტების დესეგრეგაციას მთელ ქვეყანაში და მან შეძლო თავისი ოცნების ასრულება, გამხდარიყო იურისტი. სამწუხაროდ მას შემდეგ, რაც საქმე ლოიდის სასარგებლოდ გადაწყდა, ლოიდის ოცნება კოშმარად იქცა. 1929 წლის მარტის წვიმიან საღამოს, როდესაც მან დატოვა თავისი სახლი სენტ-ლუისში და კარის დარაჯს უთხრა, რომ უბრალოდ მარკების საყიდლად სწრაფად გადიოდა. ის ამ საქმიდან აღარასოდეს დაბრუნებულა და მას შემდეგ აღარავის უნახავს ან გაუგონია მის შესახებ. იმის გამო, რომ ლოიდი მარტოხელა იყო, რამდენიმე დღე გავიდა, სანამ ვინმემ საერთოდ შეამჩნია, რომ ის დაკარგული იყო და კიდევ 7 თვე დასჭირდა, სანამ ეს ამბავი საჯარო გახდებოდა. ქვეყნის მასშტაბით გაზეთებში მისი ფოტო გამოქვეყნდა და წარწერით იყო აღნიშნული, რომ ის დაკარგულია. ამ ცდელობამ არანაირი შედეგი არ გამოიღო და მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ლოიდის მოულოდნელ გაუჩინარებაზე ჭორები გავრცელდა. ზოგი ვარაუდობდა, რომ ის სეგრეგაციონისტების მსხვერპლი გახდა, რომლებმაც მისი სიცოცხლე წაართვეს, ხოლო სხვები ამბობდნენ, რომ მან ტერიტორია დატოვა და სხვაგან ცხოვრობდა. შემთხვევითი ცნობები ლოიდს ნიუ-იორკში, მასწავლებლად ან მეხიკოში ათავსებდნენ, თითქოს მას ქთამი მისცეს, რომ დაეტოვებინა სარჩელი, რომელსაც აწარმოებდა. ამ მტკიცებებს არც ერთი არასდროს დაუდასტურებიათ. იმ ეპოქიდან გამომდინარე, როცა ლოიდი გაუჩინარდა, პოლიცია ამას არასდროს გამოიძიებდა. მაგრამ ასევე გაურკვეველია, მისმა ოჯახმა ოდესმე მიმართა თუ არა პოლიციას დაკარგული პირის შესახებ განცხადების შესატანად. მისი ნათესავების უმეტესობა კვლავ იმავე რაიონში ცხოვრობს და გარღვევას ელოდება, რომელიც შეიძლება არასდროს მოხდეს. 1951 წელს ჟურნალისტმა ედვარდ T. კლეიდენმა გამოაკრაკნა სტატია ამ საქმესთან დაკავშირებით. მისი ანგარიში ლოიდის გაუჩინარების ყველაზე საფუძვლიანი გამოძიება, მაგრამ მანაც კი ვერ შეძლო საბოლოოდ დაედგინა, რა დაემართა დაკარგულ აქტივისტებს. ამ დროისთვის კოლონტკიცებულება წაშლილია და საქმე კიდევ ერთ ამოუხსნელ გაუჩინარებულ პირთა საიდუმლოდ დარჩება. Number 12. თუ ქუჩაში შემთხვევით ადამიანს კითხავთ, ვის მიიჩნევს ამერიკის აღმომჩენად, 99% ადამიანი პასუხად ქრისტოფერ კოლუმბის სახელს დაასახელებს.
ესე გვასწავლიდნენ სკოლაში და ისტორიის წიგნებში, მაგრამ ზოგიერთი წყაროს მიხედვით, კონტინენტზე პირველად სწორედ უელსელი მოხვდა. 1070 წელს ოვაინ გვინედი იყო უელსის ცერემონიული საგრაფოს, გვინედის მმართველი და ის დღემდე ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვან მეფედ, რომელიც ქვეყანას ჰყოლია. რამდენიმე შემთხვევაში ოვაინი და ინგლისის მეფე ჰენრი მეორე უელსის დამოუკიდებლობასა და გაფართოებაზე იბრძოდნენ, რადგან ჰენრი ცდილობდა უელსი ინგლისისთვის დაებრუნებინა. ჰენრი საბოლოოდ ოვაინმა და მისმა მოკავშირეებმა უელსში დაამარცხეს, რომელთაც ამ დღეს ცუდი ამინდი დაეხმარა. 1170 წელს ოვაინი გარდაიცვალა და თითქმის მაშინვე მის 13 შვილს შორის შიდა დაპირისპირება დაიწყო იმის თაობაზე თუ ვინ დაიკავებდა ტახტს. მისი ორი ვაჟი, მაელიკი და რიერი, გადაწყვიტეს რომ არ სურდათ ჩართულიყვნენ ამ დაპირისპირებაში და არც დანარჩენ ოჯახთან ქონოდათ საქმე. ისინი ლანდეილოში გემზე ავიდნენ და ლეგენდის მიხედვით დასავლეთისკენ გაცურეს კონკრეტული დანიშნულების გარეშე, რადგან გადაწყვიტეს ენახათ სად აღმოჩნდებოდნენ. მათ გადაცურეს ატლანტის ოკეანე და საბოლოოდ ამერიკის კონტინენტს მიადგნენ. მათ გადაწყვიტეს ეს აღმოჩენა თავიანთ ხალხს გაეზიარებინათ, ამიტომ მადოქსი უკან დაბრუნდა, რათა მეტი კაცი წამოეყვანა. იქ მისვლის შემდეგ მან ადგილობრივებს თავისი მოგზაურობისა და ახალი სამყაროს შესახებ უამბო, რომელიც მან და მისმა ძმამ აღმოაჩინეს. მისი ამბებით მოხიბლულმა ბევრმა კაცმა მეორე მოგზაურობაში მონაწილეობა გადაწყვიტა და 1017 წელს ისინი ლუნდის კუნძულიდან გაემგზავრნენ. ამბობენ, რომ ჯგუფი ამერიკაში დაბრუნდა და ალაბამას შტატში მობილის ყურეში გადავიდა ნაპირზე. იქიდან კი ალაბამას მდინარეს აუხნენ და გზადაგზა ქრის ციხესიმაგრეები ააშენეს. ამერიკელი აბორიგენების ტომები დღემდე საუბრობენ ამაზე და ადასტურებენ, რომ ეს ციხესიმაგრეები კავკასიური წარმოშობის კაცებმა ააშენეს, თუმცა არასდროს დამტკიცებულა, რომ ეს სწორედ მადოკი და მისი მეზღვაურები იყვნენ. მაგრამ ისტორიკოსებმა დაადასტურეს, რომ ამ ნაგებობებს საოცარი მსგავსება აქვთ უელსის კონვის საგრაფოში მდებარე დოლვიდ ელენის ის ციხესიმაგრესთან. ამავე ნაგებობების ასაკი დადგენილია ქრისტოფორ კოლუმბის კონტინენტზე ჩამოსვლამდე პერიოდით, ამიტომ ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ სწორედ მადოკი იყო მისი ნამდვილი აღმომჩენი. არც მადოკი, არც რირიდი და არც მათი რომელიმე კაცი აღარავის უნახავს და ვარაუდობენ, რომ მათ გადაწყვიტეს ამერიკაში დარჩენა, სადაც ადგილობრივი ტომის ნაწილად დაიწყეს ცხოვრება. ნომერი 11. შერი დაჰერდი კიდევ ერთი მაგალითი გახდა აუხსნელი გაუჩინარების. ის დაიბადა 1963 წლის ივლისში და გაიზარდა Paradise Valley-ში, არიზონაში. 1991 წელს, 28 წლის ასაკში, ის ცხოვრობდა ფენიქსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ის შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა East Via Estrellas 6400 ბლოკში და ორივე საარსებო წყაროდ ხეების დამჭერელად მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფასადი ბედნიერ ცხოვრებას გავდა, სინამდვილეში ასე არ იყო. სახლში რაღაც ბნელი იმალებოდა. ყველა ამბობს, რომ შერი გარეგნულად ბედნიერად გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა, რაც შინაგანად ხდებოდა მასში. თუმცა ის ნათელი პიროვნება იმ წელს გააკრება, როცა რაღაც მართლაც უცნაური მოიცავს Paradise Wells. 29 მარტი იყო, როცა შერი სახლიდან გავიდა და Paradise Valley-ის სავაჭრო ცენტრისკენ გაემართა. მას საცურაო კოსტიუმის ხიდვა ჰქონდა დაგეგმილი და თავის მეგობარ ბიჭს ფული სთხოვა. მან სიხარულით მისცა ფული და შერი წავიდა. საღამოს 8 საათზე ხამეში გავიდა. ის აღარავის უნახავს. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა შერის ოჯახმა რამდენჯერმე დაურეკა და პასუხი ვერ მიიღო, ისინი შეშფოთდნენ და აღმოაჩინეს, რომ იმ საბედისწერო საღამოს შერი სავაჭრო ცენტრიდან სახლში აღარ დაბრუნებულა. როდესაც ნათესავებმა გაიგეს, რომ შერი სავაჭრო ცენტრში იყო წასული, თავდაპირველად თავად დაიწყეს მისი ძებნა. ისინი მივიდნენ იმ დაწესებულების სადგომზე, სადაც შერის მიტოვებულ მწვანე ელ კამინოს მიაგნეს. მანქანა დატოვებული იყო თარგეტის სადგომზე. ოჯახმა მაშინვე შეამჩნია რამდენიმე უცნაური დეტალი ამ აღმოჩენასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მძღოლის სავარძელი უფრო უკან იყო გადაწეული, ვიდრე შერი მიჩვეული იყო. ის იყო 5 ფუტი და 3 ინჩი სიმაღლის, ხოლო სავარძლის მდებარეობა მიუთითებდა, რომ იქ ბევრად უფრო მაღალი ადამიანი იჯდა. ეხლა დაკარგული ქალის საფულე, ჩანთა და პირადობის მოწმობა მისი East Villa Estrellas სახლში იპოვეს. საბოლოოდ ხელისუფლება შეიტყობდა შერის მოულოდნელი გაუჩინარების შესახებ და დაკითხავდა მის მეგობარ ბიჭს. მან მათ უამბო მოულოდნელად სავაჭრო ცენტრში საცურაო კოსტიუმის საიდლად წასვლის შესახებ, მაგრამ არ აუხსნა როგორ განვითარდა ღამე იმ წერტილამდე. საცურაო კოსტიუმი სასწრაფო ნივთი არისო და დილამდე თავისუფლად შეიძლებოდა დაეცადათ. როდესაც პოლიცია უფრო ღრმად დაიწყო გამოძიება, ისინი გამოავლენდნენ იმ სიბნელეს, რომელიც ამ სახლს დიდი ხნის განმავლობაში სდევდა. აღმოჩნდა, რომ წყვილს ოჯახური კონფლიქტების ისტორია ჰქონდა, სადაც ხშირად ბიჭი იყო ინიციატორი.
დეტექტივებმა სწრაფად გააკეთეს დასკვნა და მთავარი ეჭვმიტანილი ამ საქმეში მეთიუ იჩალესი დაასახელეს. მათი ეჭვები კიდევ უფრო განზაფხდა, როდესაც მოწმეებმა შემაშფოთებელი რამ გაამხილეს. სავარაუდოდ იჩალეს რამდენიმე ადამიანს უყვებოდა, რომ მას იდეალური დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. ის თითქოს ამტკიცებდა, რომ შერი მოკლა და მისი სხეული ხის დამაქუცმაცებელ მანქანაში მოიშორა. ამ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება არასოდეს აღმოჩნდა და პოლიციამ ვერ დაადასტურა, საერთოდ იყო თუ არა ის გარდაცვლილი. როგორც ჩანს, არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ეს ასე იყო. ერთი წლის შემდეგ იჩალესი დააკავეს ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის 1995 წელს. კვლავ დააკავეს თავდასხმისა და ნარკოტიკების დარღვევისთვის. ირღვევისთვის იგივე მიზეზით დააკავეს 1999 და 2007 წლებში. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში შერი დოჰერტის საქმე მიძინებული დარჩა, სანამ 2016 წლის მარტში მოულოდნელი ახალი ამბავი არ გავრცელდა. KTAR News-მა განაცხადა, რომ ფენიქსის პოლიცია შესაძლოა ახლოს იყოს ამ საქმეში დაყავებასთან. დამატებითი დეტალები არ გაუციათ, მაგრამ თითქმის 10 წლების შემდეგაც კი შერის გაუჩინარებაში ჯერ კიდევ არავინ დაუდანაშაულებიათ. ნომერი 10. სამხედრო პერსონალი 10 წლების განმავლობაში უცნაურ ნათებებს ხედავდა ცაში და ორი პილოტის, ფელიქს მონკლას და რობერტ უილსონის გაუჩინარების ამოუხსნელი შემთხვევაც გამონაკლისი არ არის. ინციდენტი მოხდა 1953 წლის 23 ნოემბრის ღამეს. ყველა მონაცემით ეს იყო ქარიშხლიანი ღამე და ასდაჩერიშის საჰაერო თავდაცვის სარდლობის წევრები, რომლებიც კანადის საზღვართან ახლოს იყვნენ განლაგებულნი, ეჭვი გაუჩნდათ, როდესაც თავიანთი რადარის აპარატურაზე თვითმფრინავის მიახლოება შენიშნეს. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ეს შეიძლებოდა კანადური თვითმფრინავი ყოფილიყო, მაგრამ სიზუსტისთვის ახლომდებარე კინროსის საჰაერო ბაზიდან F-89C სკორპიონის ტიპის რეაქტიული თვითმფრინავი გაგზავნეს გამოსაკვლევად. თვითმფრინავში იმყოფებოდნენ პირველი ლეიტენანტი ფელიქს მონკლა, რომელიც მართავდა თვითმფრინავს, და მეორე ლეიტენანტი რობერტ უილსონი, რომელიც რადარით აპარატის თვალთვალზე იყო პასუხისმგებელი. შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში ჰაიკში ძალიან უცნაური მოვლენები განვითარდა და უფოლოგების თქმით ეს ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ სამხედრო უფო დაგროვებად იქცა, რაცაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. მიჩნეული იყო, რომ აპარატის პოვნა შედარებით მარტივი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. როგორც კი რეაქტიული თვითმფრინავი აფრინდა, უილსონი რადარით აპარატის კვალდაკვალ მიყოლას ცდილობდა, მაგრამ ის მუდმივად იცვლიდა კურსს. ეს მიწის ეკიპაჟს გადასცეს, რომ მათ შემდეგ მონკლას მიმართულება მისცეს. მან სიჩქარე 500 მილი საათში გაზარდა და საბოლოოდ უცნობ აპარატს დაეცია, მაგრამ ამ დროისთვის უკვე 9 საათი იყო გასული. მიწის ეკიპაჟი გაოცებული იყო მეორე აპარატის მანევრულობის და დაძაბული უყურებდნენ, როგორ უახლოვდებოდა რეაქტიული თვითმფრინავის სამიზნეს. მათ მონკლას დაავალეს, რომ 25,000 ფუტიდან 7,000 ფუტამდე ჩამოსულიყო. და დაახლოებით 70 მილის დაშორებით Kiwi-No Point-ის სანაპიროდან მათ საბოლოოდ დაეცივნენ უცნობ ობიექტს. რადარის ოპერატორებმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ეკრანზე ორი წერტილი ერთმანეთს მიუახლოვდა, მაგრამ შემდეგ წარმოუდგენელი მოხდა. მონკლასა და უილსონის სიგნალი რადარის ეკრანზე მოულოდნელად გაქრა და მათ ყველა მონაწილეში დიდი შეშფოთება გამოიწვია. მხოლოდ რამდენიმე წამში მეორე ხომალდმა მოულოდნელად შეიცვალა მიმართულება, სანამ მისი წერტილიც ასევე აუხსნელად გაქრებოდა. სხვა ხომალდები მაშინვე გააგზავნეს ამ ტერიტორიაზე, რათა გაეგოთ რა მოხდა, მაგრამ ორი კაცის კვალი ვერ აღმოაჩინეს. ზებნა ჩაატარეს აშეტეშუს საჰაერო ძალებმა, სანაპირო დაცვამ და კანადის საჰაერო ძალებმა, მაგრამ უშედეგოდ. მედიისთვის მომზადებულ ანგარიში სამხედროებმა განმარტეს, რომ რადარზე ორი სიგნალი ერთ წერტილში თითქოს შეერთდა, რის შემდეგაც მათი რეაქტიული თვითმფრინავი მოულოდნელად გაქრა, თითქოს ჰაერში აორთქლდა. თუმცა მალევე შეცვალეს ეს განცხადება და განაცხადეს, რომ რადარის ოპერატორმა არასწორად გაიგო ნანახი და რომ მონკლა და უილსონი წარმატებით გადაუჭრეს გზა ობიექტს, რომელიც კანადის საჰაერო ძალების C-047 თვითმფრინავი იყო. მათ ასევე განაცხადეს, რომ თვითმფრინავი დაახლოებით 30 მილის მანძილზე გადაუხვია დაგეგმილ მარშრუტს და შეღწია შეზღუდულ საჰაერო სივრცეში. როდესაც უილსონსა და მონკლაზე კითხეს, მათ ივარაუდეს, რომ პილოტს მოულოდნელად თაბრუსხევის შეტევა დაემართა, რის გამოც თვითმფრინავი ჩავარდა ზემო ტბაში, მაშინ როცა ორივე მამაკაცი ბაზაზე ბრუნდებოდა მისიის წარმატებით დასრულების შემდეგ. კანადურმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ეს გამოგონილი იყო, რადგან იმ ღამით მათ არ გაუშვიათ არც ერთი ფრენა. გარდა ამისა, მონკლას ცოლს თავიდან უთხრეს, რომ ის ტბაში ჩავარდა, შემდეგ კი რომ მისი თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა. ამ კონკრეტული მისიის ნებისმიერი ხსენება სამხედრო ჩანაწერებიდან ამოიღეს და ინციდენტი არასდროს აუხსნიათ სრულად. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს იყო შეხვედრა უცხოპლანეტელთა ხომალდთან, მაგრამ ასეა ეს თუ არა, საზოგადოებისთვის ალბათ უცნობი დარჩება, რადგან ამ მისიის ჩანაწერები საერთოდ არ არსებობს.
Kaylee Nomeni, 1980 წელს, 24 წლის Doreen Marpeo, Johnstonიდან Rhode Islandi, სამსახური დატოვა, რათა ყურადღება მიექცია თავის ქორწინებაზე Steven-თან, რომელიც ეჭვობდა, რომ მას რომანი ჰქონდა. Doreen-ი გაუჩინარდა 29 მარტს, იმ დღეს, როდესაც დედას არ დაურეკა. Steven-მა განაცხადა, რომ იმ დღეს უჩვეულოდ გრძელი 1 საათიანი ლანჩის შესვენების თვის დროს Doreen-ს ესტუმრა. როდესაც სახლში საღამოს 4 საათზე დაბრუნდა, Doreen-ი აღარ იყო. მან 2 დღე დაიცადა და მხოლოდ 31 მარტს განაცხადა მისი გაუჩინარების შესახებ. Steven-მა განაცხადა, რომ ჩემოდანი, თანსაცმელი და $600 გაქრა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ Doreen-ი საკუთარი ნებით წავიდა. მაგრამ პოლიციამ აღნიშნა, რომ მისი მანქანა კატებით, მის დასახვევი და კბილის ჯაგრისი სახლში დარჩა და მათი საერთო ანგარიშიდან ფული არ იყო გამოტანილი. გამონციებლებს არ სჯეროდათ, რომ Doreen-ი საკუთარი ნებით წავიდა. ამიტომ ყურადღება Steven-ზე გაამახვილეს, რომელმაც აღიარა, რომ კერძო დეტექტივი დაიქირავა, რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ მას რამდენიმე რომანი ჰქონდა. თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარადგინა. საქმე შეჩერდა 2 თვის განმავლობაში, სანამ არ გამოჩნდა 2 აკრეფილი წერილი. ერთ-ერთ წერილში ეწერა, რომ Steven-ი იყო ჩართული და მისი ცხედარი Providence-ის ტბაში იყო, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ჩატარებულმა ძებნამ ვერაფერი გამოავლინა. მეორე წერილში Doreen-ი მოღალატედ იყო მოხსენიებული და მითითებული იყო სავარაუდო პარტნიორების სახელები. ორივე წერილი Steven-ის დედის სახლში არსებულ საბეჭდ მანქანას მიაგვლიეს, თუმცა Steven-მა შემდეგ თანამშრომლობაზე უარი თქვა და ადვოკატი დაიქირავა. ამის შემდეგ საქმე შეჩერდა. Steven-ი 9 წლის შემდეგ გარდაიცვალა, ისე რომ პასუხები არ დაუტოვებია. მას ბრალი არასდროს წაუყენეს და Doreen Marpeo's გაუჩინარება დღემდე გაუხსნელად რჩება. 8 ნომერი ყოველთვის შემაშფოთებელია, როცა მტკიცებულება ჩნდება, რომ ადამიანი, რომელიც გარდაცვლილად მიიჩნეოდა, სინამდვილეში სადღაც ცოცხალია. მის მეგობრებსა და ოჯახს კი ამის შესახებ არაფერი იციან. მიუხედავად იმისა, რომ Herschel Greenspan-ის მეორე მსოფლიო ომის გადარჩენა არასდროს დამტკიცებულა საბოლოოდ, ერთი ფოტო თითქოს მიანიშნებს, რომ ეს მართლაც ასე იყო. Greenspan-ი, რომელიც ჰანოვერიდან, გერმანიიდან იყო, ოფიციალურად არასდროს გამხდარა გერმანიის მოქალაქე 1913 წლის გერმანიის მოქალაქეობის კანონის გამო, რომელიც განსაზღვრავდა, რომ გერმანიაში დაბადებული ბავშვი მოქალაქეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ ორივე მშობელი იქ იყო დაბადებული. ამის ნაცვლად, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ის და მისი ოჯახის დანარჩენი წევრები პოლონეთის მოქალაქეები გახდნენ. ჰანოვერში ცხოვრებისას გამოცხადა, რომ გერმანიაში მცხოვრებ ყველა პოლონელ ებრაელს დააპატიმრებდნენ და Greenspan-ის ოჯახიც იმ 12,000 ადამიანს შორის იყო, ვინც დააგავეს. მათ მთელი ქონება და მიწები ჩამოართვეს და იძულებულნი გახდნენ პოლონეთში მატარებლით დაბრუნებული იყვნენ. როცა საზღვარს მიაღწიეს, დაახლოებით 2 მილი ფეხით უნდა გაევლოთ ქალაქამდე მისასვლელად, მაგრამ ქალაქში შესვლა აუქცალეს და საზღვარზე დარჩენა მოუწიათ, სადაც მათ წითელი ჯვარი უვლიდა. პირობები საშინელი იყო და ბევრი ადამიანი დაავადდა. Greenspan-ს ვეღარ აძლევდა ამგვარ მოპყრობას, ამიტომ მან ბოროტი გეგმა შეიმუშავა. ფულის მოპოვების შემდეგ მან შეიძინა ცეცხლსასროლი იარავი და გაემგზავრა პარიზში, გერმანიის საელჩოში. მან მოითხოვა საელჩოს ერთ-ერთ მოხელესთან საუბარი. თავი ჯაშუშად გამოაცხადა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა გასაცემი. მან განაცხადა, რომ ინფორმაციას მხოლოდ ელჩს გადასცემდა, რომელსაც მისი აღმატებულება უწოდა. თუმცა მას მხოლოდ Ernst von Rath-თან, დაბალი რანგის მოხელესთან მოუწია საუბარი. ის მიიყვანეს Von Rath-ის ოფისში, სადაც თხოვეს განეხილა აღნიშნული ინფორმაცია, მაგრამ ამის ნაცვლად Greenspan-მა იარაღი ამოიღო და გაისროლა. ის მაშინვე დააკავეს და მან სრულად აღიარა დანაშაული. Greenspan-ი გარკვეულწილად ცნობილ პიროვნებად იქცა თავისი დაუფიქრებელი ქმედებებით და მან რამდენიმე ინტერვიუ მისცა პარიზის ფრენეს ციხეში ყოფნისას. ბრალდების მხარემ სცადა მისი გერმანიაში დაბრუნება სასამართლოს წინაშე წარსადგენად, მაგრამ ფრანგულმა მთავრობამ უარი თქვა. ის საბოლოოდ გადაიყვანეს ბურგაში, მაგრამ როდესაც მას და კიდევ რამდენიმე პატიმარსი გადაჰყავდათ, მათზე გერმანული თვითმფრინავები დაესხმენ თავს. ზოგიერთმა პატიმარმა მოახერხა გაქცევა ამ არეულობის დროს და მიიჩნიეს, რომ Greenspan-ი მათ შეუერთდა, რადგან ის არ იყო იმათ შორის, ვინც საბოლოოდ ბურგაში ჩავიდა. თუ ეს ეცოდინებოდა, ალბათ გაიქცეოდა, მაგრამ ამის ნაცვლად ბურგაში ფეხით წავიდა, სადაც პოლიციას ჩაბარდა და აუხსნა, რომ უბრალოდ დარჩა უკან, როცა თავდასხმის შემდეგ დანარჩენი პატიმრები შეაგროვეს. შემდეგ თულუსში დააპატიმრეს, მაგრამ გერმანელები ისევ ეძებდნენ მას. იმ დროისთვის საფრანგეთი უკვე დანებებული იყო, ამიტომ მათ მოითხოვეს Greenspan-ის გადაცემა, მიუხედავად იმისა, რომ მას გერმანიის მოქანიის მოქალაქეობა უარყოფილი ჰქონდა. საფრანგეთის მთავრობა ამ მოთხოვნას არ შეეწინააღმდეგა და Greenspan-ი Prince Albrecht Straße-ს ციხეში მოათავსეს. ბოლოს ის მაგდებურგში გადაიყვანეს, მაგრამ ამის შემდეგ მისი ბედი უცნობია. ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ის პატიმრობაში გარდაიცვალა, მაგრამ სხვები ვარაუდობენ, რომ მან ომი გადაიტანა და პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. ეს თეორია 1946 წელს გაძლიერდა, როდესაც გამოჩნდა ფოტო, რომელზეც ბევრი ადამიანის აზრით Greenspan-ი იყო გამოსახული.
ფოტო გერმანიაში იყო გადაღებული და მიუხედავად იმისა, რომ არასდროს დადასტურებულა, ნამდვილად გრინჩპანი იყო თუ არა ის კაცი, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მან შეძლო და გერმანული ხელისუფლებისგან შეუმჩნევლად დიდხანს იცოცხლა. ნომერი 7. Sweet Jimmy სად არის? ეს კითხვა კრივის სამყაროში 2003 წლიდან დომინირებს, როცა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში არავის უნახავს ჯიმ რობინსონი, რომელიც იყო მუჰამედ ალის ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი მოწინააღმდეგე. 1961 წლის თებერვალში ის მაიამიში, ფლორიდაში, კრივის რინგზე გამოჩნდა. თან ჰქონდა ძველი სამხედრო ჩანთა, რომელიც აღჭურვილობით იყო სავსე. ახალგაზრდა მამაკაცი არასდროს უნდა შებრძოლებოდა ალის და სინამდვილეში ის იყო შემცვლელი, ბოლო წუთს ჩასმული თავდაპირველი მოკრევის ნაცვლად. ის ჯერ კიდევ არ იცოდა, მაგრამ რობინსონი მალე გაითქონდა სახელს მომავალი სამგზის მსოფლიო მძიმე წონის ჩემპიონთან 94 წამში წაგებისთვის. ის გახდა ამბიციური მოკრევის დამანგრეველი დარტყმების მსხვერპლი და ბრძოლა ნოკაუტით წააგო. ალი ამ მომენტიდანვე დაიწყებდა კარიერულ წინსვლას და გახდებოდა ის დიდი მოკრივე, როგორც დღეს ვიცნობთ. მაგრამ ჯიმის რა მოვიდა? ჯიმ რობინსონი თითქოს გაქრა ამ ყველაფრის შემდეგ. ჩრდილში გადაინაცვლა და მხოლოდ 40 წელზე მეტი ხნის შემდეგ მიიქცია ყურადღება. ავტოგრაფების შემგროვებელმა სტივენ სინგერმა აღმოაჩინა, რომ მოკრივე დაკარგული ადამიანი იყო. სინგერი აგროვებდა ალის ყველა 50 მოწინააღმდეგის ხელმოწერებს, როცა 2003 წელს მიხვდა, რომ ერთის ხელმოწერა აგლდა. პირველი 25-ის მოპოვება მარტივი იყო. სხვა ხელმოწერების მოპოვებას თვეები დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ ყველა მიიღო. ყველა ერთის გარდა. ჟურნალისტებთან, რეპორტიორებთან, კრივის ისტორიკოსებთან საუბრის შემდეგ და ალის ძველი მწვრთნელის ანჯელო დანდის დახმარების ჩართვითაც კი, მალე გაირკვა, რომ არავინ იცოდა სად იყო ჯიმ ჯონსონი ან სად აღმოჩნდა იგი. ზუსტად ასე, თითქოს მსოფლიო შიგნიდან ჩამოიშალა. სად იყო მუჰამედ ალის მოწინააღმდეგე? ისე ჩანდა თითქოს Sweet Jimmy საერთოდ არ არსებობდა მანამდე, სანამ არ გააცნობიერეს, რომ ის დაკარგული იყო. ენთუზიასტები საქმეში ჩაერთნენ, არქივებს ამოწმებდნენ და კითხვებს სვამდნენ, რომლებზეც პასუხები არ არსებობდა. შემდეგი 6 წლის განმავლობაში სინგერის უბრალო ავტოგრაფების შეგროვება გადაიქცა ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ძებნად იმ ადამიანისათვის, რომლის არ ყოფნაც არავისაც კი არ შეუმჩნევია. თუმცა ის 6 წელი უშედეგო აღმოჩნდა. სინგერმა და არც მისმა დამხმარეებმა ვერანაირი პროგრესი ვერ მიაღწიეს ამ საქმეში. მან ესაუბრა ძველ ნაცნობებს, რომელთაც მხოლოდ ჰიპოთეზების შეთავაზება შეეძლოთ. მათ ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა ჯიმი უსახკარო დარჩა, ან რომ ის მოგზაურობდა მსოფლიოში და რომელიმე ლამაზ ქვეყანაში ცხოვრობდა. თუ რომელიმე ამ თეორიიდან სიმართლე იქნებოდა, ჯიმამდე ვერასდროს მივიდოდა ინფორმაცია, რომ მას ეძებდნენ და არც ერთი ოჯახის წევრი აღარ გამოჩნდებოდა, რომ საბოლოოდ გაეცა პასუხი დარჩენილ კითხვებს. ბევრი ადამიანი იხსენებს, რომ ჯიმი უნახავთ, მაგრამ არავის ახსოვს, როდის იყო ეს ბოლოს. დღეს არავინ იცის, რა დაემართა მუჰამედ ალის დაკარგულ მოწინააღმდეგეს. Number 6. Sir Charles King, სპორტსმენის დამაბნეველი საქმე 1935 წლით თარიღდება და რადგან ის არასდროს უპოვიათ, მისი საქმე დღემდე გადაუჭრელ ავსტრალიურ საიდუმლოდ რჩება. სმითს საკმაოდ დიდი სახელი ჰქონდა სიცოცხლეში, რადგან მას აღიქვამდნენ როგორც გამოცდილ ავიატორს, რომელიც დიდი მომხიბლელობით გამოირჩეოდა. მისი კარიერა აღინიშნებოდა მრავალი მიღწევით, რომელიც მანამდე არავის ჰქონდა შესრულებული. მაგალითად, ავსტრალიის მთლიან ტერიტორიაზე უწყვეტი ფრენა, ავსტრალიიდან ახალ ზელანდიაში ფრენა, შემდეგ ავსტრალიიდან ლონდონში და ასევე წყნარი ოკეანის აღმოსავლეთით პირველი გადაკვეთა. ყველა ეს მიღწევა თავისთავად ლამორჩეულია, მაგრამ ისინი დაჩრდილულია 1925 წელს მოხდარი მოვლენებით. ყველაფერი დაიწყო იმ წლის 7 ნოემბერს, როდესაც სმითმა გადაწყვიტა ლონდონიდან ავსტრალიაში დაბრუნება თვითმფრინავით. ამ დროისთვის სმითი, ან როგორც მეგობრები ეძახდნენ, სმითი 38 წლის იყო და გადაწყვიტა ფრენა თომი პეთერბრიჯთან ერთად გაეზიარებინა. და იმ საღამოს, როდესაც მზე ჩადიოდა, წყვილი ერთძრავიან თვითმფრინავში, სახელად Lady Southern Cross-ი აფრინდა. ისინი გაჩერდნენ საწვავის შესავსებად ალაჰაბადში, ინდოეთში, რის შემდეგაც სინგაპურისკენ გაემართნენ. ისინი ჰაერში შენიშნეს, როცა სხვა პილოტს, ჯიმი მელროუს, გადაუფრინეს, რომელმაც მაშინვე შეატყობინა ამის შესახებ, რადგან ძალიან აღფრთოვანებული იყო ცნობილი წყვილის ნახვით. მიჩნეულია, რომ მელროუზი იყო ბოლო ადამიანი, რომელმაც სმითი და პეთერბრიჯი ნახა, სანამ ისინი გაუჩინარდებოდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ სმითმა, რომელმაც ახალგაზრდობაში ბონდი ბიჩის თავზე ფრენისას თითქმის სიცოცხლე დაკარგა, ამის შემდეგ აკვაფობია განუვითარდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ როცა წყლის თავზე დაფრინავდა, პანიკური შეტევები ემართებოდა. თუმცა უცნობია, რაიმე კავშირი ჰქონდა თუ არა ამას მის გაუჩინარებასთან, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მასთან ერთად მეორე პილოტიც იყო, რომელიც საჭიროების შემთხვევაში თვითმფრინავის მართვას გადაიბარებდა.
როდესაც ისინი დანიშნულების ადგილზე არ მივიდნენ, მრავალი თეორია გაჩნდა იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო მათთან. უმეტესობა ფიქრობდა, რომ მათი თვითმფრინავი მიანმარში, აილენდზე, მაღალ ხეებში ჩამოვარდა და ამისთვის კარგი მიზეზიც ჰქონდათ. სმითის მიერ გამოკენებულ რუკაზე ეს კუნძული ჯერ არ იყო დატანილი, ამიტომ შეიძლება დაევიწყებინა, რომ ის მის გზაზე იყო. გარდა ამისა, თვითმფრინავის შასის ერთი ფეხი კუნძულზე აღმოაჩინეს წყვილის გაუჩინარებიდან დაახლოებით 18 თვის შემდეგ. მათი გაუჩინარებიდან 3 თვის შემდეგ კიდევ ერთმა ავიატორმა განაცხადა, რომ კუნძულზე რამდენიმე მაღალი ხე ნახა შუაზე გატეხილი, მაგრამ რადგან სხვა ნამსხვრევები არ აღმოაჩინეს, ვერ დადგინდა ეს სმითის თვითმფრინავის ავარიამ გამოიწვია თუ არა. ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ შასი უბრალოდ კუნძულზე გამოირეცხა და სინამდვილეში სმითის თვითმფრინავი ბევრად უფრო სამხრეთით ჩამოვარდა. მას შემდეგ რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის ისტორიკოსმა იან მაკენზიმ, კუნძულზე დამატებით კვალს ეძებეს, მაგრამ უშედეგოდ. რადგან მეტი არაფერი აღმოაჩინეს, სმითისა და პეტერბრიჯის გაუჩინარებები დღემდე ამოუხსნელია და იმ ღამით მომხდარი მოვლენები შესაძლოა არასოდეს გახდეს ცნობილი. Number 5. ეს იყო რეკორდების დამყარების დრო. ადამიანები დიდ მიღწევებს აღწევდნენ. იყვნენ პირველები, ვინც გემით შემოუვლიდა დედამიწას, გადაკვეთდა ატლანტის ოკეანეს და ფეხით ექსპედიციებისას ყინულში გაიჭედებოდა. ფრენკ ლენს საწმდოდა თავისი სახელის რეკორდების წიგნში მოხვედრა უჩვეულო წამოწყებისთვის. იყო პირველი ადამიანი, ვინც ველოსიპედით შემოივლიდა დედამიწას. ამის ნაცვლად ის სხვა მიზეზით გახდებოდა ცნობილი. ფრენკი პენსილვანიიდან იყო და საზოგადოებაში პატივცემული ველოსიპედისტი გახლდათ. ზოგი ფიქრობდა, რომ მისი განზრახული მოგზაურობა სიგიჟე იყო. სხვები კი აპლოდისმენტებით აცილებდნენ, როცა ის გაემგზავრა. ველოსიპედისტმა ბუღალტრის სამსახური დატოვა და გამგზავრება 1892 წლის 25 მაისს დაგეგმა. მან პიტსბურგში ველოსიპედზე დაჯდა. ორწლიანი მოგზაურობისთვის ბოლო მზადებები გაიარა, თავგადასავალი, საიდანაც აღარ დაბრუნდებოდა. ფრენკის მარშრუტი მას რამდენიმე თვის განმავლობაში ჩრდილოეთ ამერიკაში გაატარებინებდა, სანამ აზიაში ზღვით გაემგზავრებოდა, სადაც 20,000 მილიანი ველოსიპედით მოგზაურობა გაგრძელდებოდა. იაპონიიდან მან გზა ჩინეთისკენ გააგრძელა, შემდეგ ბირმაში, ინდოეთსა და სპარსეთში. ამ დროისთვის უკვე 1894 წელი იყო. როდესაც ფრენკი სპარსეთიდან გაემგზავრა, ის ევროპაში ბოლო ეტაპისთვის ემზადებოდა. მაისი იყო, როდესაც ფრენკი თაბრისში, ირანში ჩავიდა, ხოლო შემდეგი დანიშნულება 450 კილომეტრით იყო დაშორებული. ის უნდა ჩასულიყო უზურუმში, თურქეთში, მაგრამ იქ არასდროს ჩასულა. ამის ნაცვლად ფრენკი თავად გადაიქცა მუდმივ საიდუმლოდ, რის გამოც მას შეარქვეს დაკარგული ველოსიპედისტი. მიჩნეულია, რომ ის საიდუმლოდ გაუჩინარდა თურქეთის მდინარის შორეულ რაიონში, მაგრამ ამის შესახებ ჯერ არავის არაფერი იცოდა. მხოლოდ ზაფხულის ბოლოს ოჯახი და მეგობრები შეშფოთდნენ. მათ ფრენკისგან კარგა ხანს არ ჰქონდათ არაფერი გაგონილი და არ ჩანდა, რომ ის სახლში დაბრუნებას აპირებდა. მათ ბევრი არაფერი შეეძლოთ გაეკეთებინათ. მათ ძალიან ცოტა იცოდნენ მისი მარშრუტის შესახებ და არ ჰქონდათ გზა, რომ მის ბოლო ცნობილ ადგილამდე მისულიყვნენ. კიდევ ერთი ველოსიპედისტი, ვილიამ, გარკვეულწილად ადევნებდა თვალყურს ამ მცდელობას. მან დადაწყვიტა ერზრმში გამგზავრება, რათა ენახა მიაღწია თუ არა ფრენკმა იქ. ვილიამს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ის კაცი, რომელსაც ეძებდა, სოფელში მოგზაურობდა, როცა სავარაუდოდ თავი ამოყო მზარდი კონფლიქტის შუაგულში. სამწუხაროდ, მან არასწორი დრო აირჩია ირანში გასავლელად, რადგან სომეხთა მასობრივი ჟლეტა მიმდინარეობდა. ოსმალეთის იმპერია უკვე პასუხისმიებელი იყო რამდენიმე 1000 ამერიკელის დაღუპვაზე. ფრენკი შეიძლება ჯვარედინს ცეცხლში მოხვდა. მის მეგობრებსა და ოჯახს ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ასევე გამოითქვა ვარაუდი, რომ მამაკაცი შეიძლება განზრახ დანაშაულის მსხვერპლი გახდა. შესაძლოა მოგზაურობისას საშიშ პირებს გადააწყდა. მიუხედავად ამ ინფორმაციისა, ვილიამს ექსპერტებსა და გამომძიებლებს ვერ შეძლეს დაედგინათ, ფრენკი სასტიკი სიკვდილის მსხვერპლი გახდა თუ უბრალოდ დაიკარგა. Number 20. თავდაპირველად სუმერული მეფეთა სია მხოლოდ იმ ცივილიზაციის მითოლოგიიდან არსებებსა და ფიგურებს მოიცავდა, ასე ფიქრობდნენ. მაგრამ აღმოჩენები, რომლებიც დნმ-ის ანალიზის წყალობით გაკეთდა, შეიძლება საპირისპიროს ამტკიცებდეს და ამ უცნაურ აღმოჩენას კიდევ უფრო მეტ საიდუმლოს მატებს. სიის პირველი სახელი 226,000 წლის წინანდელია, რაც შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, რადგან ისტორიკოსები არ თვლიან, რომ იმ დროს ცივილიზაციები არსებობდა. მიჩნეულია, რომ შუმერული ცივილიზაცია მხოლოდ ძველი წელთაღრიცხვის 5400 წელს დაიწყო და 600 წლის შემდეგ დასრულდა. ამიტომ ის ფაქტი, რომ მეფეთა სია 100,000-ობით წლით ადრე იწყება, ისტორიკოსებს დაბნეულობაში აგდებს. შემდეგ მოჰყვება იმ მეფეთა სახელების სია, რომლებმაც შუმერზე ძველი წელთაღრიცხვის 1800-1817 წლამდე იმეფეს. სახელები შუმერულადაა დაწერილი, როგორც მოსალოდნელია და ისინი ამოტვიფრულია თიხის ფირფიტებზე, რომლებიც აღმოაჩინეს ძველ მესოპოტამიაში, რომელიც დღეს სამხრეთ ერაყის სახელითაა ცნობილი.
სია აღმოაჩინეს იმ რეგიონში ჩატარებული რამდენიმე გათხრის დროს მე-20 საუკუნეში, ხოლო პირველი ფრაგმენტი გერმანულ-ამერიკელმა მეცნიერმა ჰერმან ჰილბრეხტმა იპოვა. მან ეს აღმოჩენა გააკეთა 1900-იანი წლების ბოლოს და მრავალი კვლევის ჩატარების შემდეგ 1906 წელს გამოაქვეყნა თავისი დასკვნები. 1911 წელს ჟან ვენსან შიელმა აღმოაჩინა კიდევ რამდენიმე ფრაგმენტი და წლების განმავლობაში ნიადაგის ქვეშიდან სულ 18 ფრაგმენტი იქნა ამოღებული. იგი ასევე აღწერს დიდ წყალდიდობას, რომელიც ძალიან გავს ბიბლიაში აღწერილ წყალდიდობას და რომელიც ამ ტერიტორიაზე ათასობით წლის წინ მოხდა. თუმცა უცნობია, არის თუ არა ეს გამოგონილი თუ ისტორიული აღწერა. სუმერული მეფეების სიის უცნაურობას ისქმის, რომ ამ დიდ წყალდიდობამდე მოხსენიებული ზოგიერთი მეფის შესახებ წერია, თითქოს ისინი ათასობით წლის განმავლობაში მართავდნენ, რაც რა თქმა უნდა შეუძლებელია. მოხსენიებული მეფეებიდან 8 ჯამში 341,200 წელი იმეფა, რის გამოც ზოგიერთმა ადამიანმა ივარაუდა, რომ ეს სია ან გამოგონილია, ან იმ დროის მითოლოგიას გადმოსცემს. მეფე ენმულუ ანა მოხსენიებულია როგორც 43,200 წლის მმართველი, ხოლო მეფე კალი კალილუგა მოხსენიებულია როგორც 422,000 წლის მმართველი. ეს კიდევ უფრო ამყარებს მითოლოგიის თეორიას, რადგან რიცხვი 422 ხშირად გამოიყენება მისტიციზმში ისტორიის განმავლობაში. იგივე მნიშვნელობა აქვს ვიკინგებისთვის, მაიასთვის და ძველი ბერძნებისთვისაც. მაგრამ სხვებს უფრო ლოგიკური ახსნა აქვთ. ზოგი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ეს რიცხვები დაშიფრულია ფორმულაში, რომელიც იყენებს სუმერულ სამოცობით მათემატიკურ სისტემას. როდესაც ეს გამოიყენება სიაზე, იმ დროის მონაკვეთები, როცა ეს წარღვნის წინა მეფეები მართავდნენ, ბევრად უფრო გონივრული ხდება. მაგრამ როცა ეს წარღვლის შემდგომ მეფეებზე გამოიყენება, სისტემა ვერ მუშაობს. სიის მიხედვით, როგორც კი წარღვნის წყლები დაიკლო, შუმერული მეფობა ზეციდან ჩამოვიდა და გაჩნდა სრულიად ახალი ქალაქი, სახელად ქიში. ზოგიერთი მეფე, რომელიც ამ პერიოდის შემდეგ არის მოხსენიებული, არის ნანგიშ ნუნგიშლიშმა, რომელმაც 660 წელი იმეფა, და ზუკა ქიპი, რომელიც 900 წელი იყო მეფე. ზოგმა ისტორიკოსმა ამ ხანგრძლივი მეფობები ბიბლიაში მოხსენიებულ მეფეებს შეადარა, რომელთაც ასევე ასობით წელი უცხოვრიათ. ზოგიერთმა კი ისიც კი ივარაუდა, რომ ეს სია რაღაცით დაკავშირებულია იმ მეფეებთან, მაგრამ ეს დამტკიცებული არ არის. სულ წარღვნის შემდეგი მეფეები 24,510 წელი, 3 თვე და 3.5 დღე მეფობდნენ. შემდეგ მეფობა გადადის ურუქში და კიდევ რამდენიმე სხვა რეგიონში, რომლებიც თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზეა. როდესაც სიის თარიღები გრძელდება, თითოეული მეფის მმართველობის პერიოდი უფრო მოკლეა, გარდა რამდენიმე სხვა მეფისა, რომლებიც 100 წლების განმავლობაში მეფობდნენ. დიდხანს მიაჩნდათ, რომ შუმერებმა შექმნეს პირველი ადამიანური ცივილიზაცია. მაგრამ დნმ-ის ტესტირების წყალობით, რომელიც ჩატარდა ნიმუშზე, რომელიც წარადგინა კაცმა სახელად ალბერტ პერიმ, მას უთხრეს, რომ მისი დნმ-ის კვალი მიიყვანა წინაბრამდე, რომელიც დაახლოებით 338,000 წლის წინ ცხოვრობდა. რაც მიაჩნდათ შეუძლებლად და დღესაც ბევრს მიაჩნია შეუძლებლად. ამიტომ ბევრი ადამიანი კვლავაც ამტკიცებს, რომ ამ სიაში ჩამოთვლილი მეფეები მართლაც შეიძლება ათასობით წელი ცხოვრობდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე ამას სიფრთხილით ეკიდებიან, სანამ დამატებითი ინფორმაცია არ გამოვლინდება. ნომერი 3. ყველას არ აქვს ისეთი ბედი, როგორიც მირტლს ჰქონდა, რომელმაც თავის საზოგადოებაში დიდი სიყვარული იპოვა. სუზან ჰოუპს ნამდვილად არ ჰქონდა ასეთი ბედი. 1970-იან წლებში სამი შვილის დედამ დაიწყო რთული და დამღლელი განქორწინება თავის მეუღლესთან, რეიმონდთან. მან აღმოაჩინა მისი ბნელი საიდუმლო, რომელიც მათ ძიძას უკავშირდებოდა. მის უიღბლობას ისიც დაემატა, რომ სუზანი, რომელსაც სიუ ერთში ეწოდებინათ, მოხვდა ავტოავარიაში, რომელმაც თითქმის იმსხვრებლა მისი სიცოცხლე, მას შემდეგ რაც გზიდან გადავიდა. სიტუაციის კიდევ უფრო გასამწვავებლად, სიუს სახლიც იდუმალ ვითარებაში დაიცვა. 1979 წლისთვის სიუ უკვე ძლიერად იყო დაღლილი იმ ყველა უიღბლობით, რაც ცხოვრებას მისთვის მოუტანია, მაგრამ მისი უბედურება ამით არ დასრულებულა. იმედით, რომ მდგომარეობას გააუმჯობესებდა, სიუ ახალ მეგობარ ბიჭთან გადავიდა საცხოვრებლად, დორებლად და კარგ ბინასაც მიაგნო. მაგრამ ის მეგობარი ბიჭი სამხედრო იყო და ხშირად სხვა ადგილებში უწევდა სამსახურს. ისინი ყოველდღე წერილებს წერდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს მაინც არ იყო საკმარისი. იმავე წლის თებერვალში მან ასევე აღმოაჩინა, რომ ვიღაცამ მისი საბანკო ანგარიშიდან კალბი ჩეკები გაატარა. როგორც ამბობენ, მან განაცხადა, რომ იცოდა ვინ იდგა ამის უკან, მაგრამ არასოდეს დაუკონკრეტებია ვინ იყო ის ადამიანი. სიუმ განაცხადა, რომ მასთან დაპირისპირებას აპირებდა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ეს დაპირისპირება მართლაც მოხდა თუ არა, რადგან მალევე ის იდუმალ ვითარებაში გაუჩინარდა. თებერვლის 12-ში ბავშვები სახლში დაბრუნდნენ და დედის მიერ დატოვებული წერილი დახვდათ, რომელშიც ეწერა, რომ თუ სახლში არ დახვდებოდათ, მეზობელთან გადასულიყვნენ. ამის ნაცვლად ბავშვებმა დარჩენა გადაწყვიტეს და კარს მოლოდინით აკვირდებოდნენ. საშინლად, მათი დედა აღარასოდეს გაივლიდა იმ კარში, მაგრამ რეიმონდი კი გაივლიდა.
იმ საღამოს რეიმონდი სახლში მივიდა, თითქოს და ბავშვების ალიმენტი გადაეხადა, მაგრამ ბავშვები მარტო დახვდნენ და უთხრა, რომ ისინი მიატოვა იმ ადამიანმა, ვინც ყველაზე მეტად უყვარდათ. როცა გავცელდა ინფორმაცია, რომ სიუ დაკარგული იყო, რამდენიმე დეტალი მალე გახდებოდა ცნობილი. გამომძიებლები აღმოაჩენდნენ, რომ ქალს არ წაუღია დამატებითი ტანსაცმელი, რაც უცნაურია იმ ადამიანისთვის, ვისაც თითქოს და განზრახ მიეტოვებინა თავისი შვილები. მეზობელი მოგვიანებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალს მიაწვდიდა გამოძიებას და იტყოდა, რომ სიუ ჩასხდომია ლუჯ მანქანაში, რომელიც ან კამპერის სახურავიანი სატვირთო იყო, ან ფურგონი. ინდილით 8 საათსა და 30 წუთზე ქალი, როგორც ამბობენ, უცნობ ძღოლთან ერთად ჩაჯდა მანქანაში, რაც მისი ცოცხლად ნახვის ბოლო შემთხვევა იყო. 29 წლის დედა ბენტრის დასავლეთ ვირჯინიიდან გაუჩინარდა და არ არსებობდა არანაირი კვალი, რაც მიანიშნებდა რა შეემთხვა მას. წლები გავიდა, სანამ სიუს სახელი კვლავ გამოჩნდებოდა მედიაში, მაგრამ ეს არ მოჰყოლია შვების ამოსუნთქვას. მტკიცდებოდა, რომ 2016 წელს კანავა პოლში, კლდის ძივში, ადამიანის ნაშთები აღმოაჩინეს. თავდაპირველად გამომძიებლებს იმედი გააუჩნდათ, რადგან ფიქრობდნენ, რომ მრავალწლიანი საქმის გახსნის შანსი მიეცათ. თუმცა სასამართლო ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ნაშთები 6 სხვადასხვა ადამიანს ეკუთვნოდა და არც ერთი მათგანი სიუ არ იყო. უკვე 46 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სიურუპი უჩვეულო და შემაშფოთებელ გარემოებებში გაუჩინარდა. მის საქმეში პროგრესი არ ყოფილა და საქმე კვლავ გაუხსნელად რჩება. ნომერი 2. მალტაზე მდებარე არქეოლოგიურმა ძეგლმა მკვლევარები დაბნეულობაში ჩააგდო, რადგან მათ ვერ შეძლეს გაერკვიათ, ვინ შექმნა ეს ადგილი, ან რისთვის იყენებდნენ მას ათასობით წლის წინ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები. საუბარი ეხება ჰალ საპლიეტის ჰიპოგეონს, რომელიც მალტაში ვალეტას დიდ ნავსადგურთან ახლოს მდებარეობს. მისი აღმოჩენის ისტორია განსაკუთრებულია, რადგან არავინ იცოდა მისი არსებობის შესახებ მანამ, სანამ იგი სრულიად შემთხვევით არ აღმოაჩინეს. 1902 წელს ქვის ხელოსანს დაავალეს ამ ტერიტორიაზე სახლების აშენება და ის ამ შენობების საძირკვლის დადების პროცესში იყო. მიწაში თხრილისას მან შემთხვევით გაანგრია ათოლიონის სახლის ჰიპოგეუმის სახურავი, თუმცა ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა. ის ვერ ხვდებოდა, რომ სწორედ ახლა გააკეთა მნიშვნელოვანი ისტორიული აღმოჩენა. როდესაც ადგილი შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ შენობის ზედა სართულის დიდი ნაწილი უკვე დაწყებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად განადგურებული იყო. მაგრამ ყველაფერი არ დაკარგულა, რადგან მალე გაირკვა, რომ ქვედა სართულები უცვლელად იყო შემონახული. დათხრები დაუყოვნებლივ დაიწყო და 1903 წელს ეს ადგილი კერძო პირზე გადავიდა საკუთრებაში. შემდეგი 8 წლის განმავლობაში არქეოლოგებმა შეძლეს კომპლექსის მაქსიმალურად გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ ის 3 განსხვავებული დონით იყო აშენებული. ისტორიკოსებს არ ჰქონდათ წარმოდგენა, როგორ აეხსნათ ეს რთული სტრუქტურა, რადგან ის ლაბირინთს ჰგავდა, რომელიც სხვადასხვა ოთახებში გადიოდა. მათ ასევე აღმოაჩინეს დერეფნები და პატარა კუთხეები კომპლექსში, მაგრამ არ იყვნენ დარწმუნებულები, რისთვის გამოიყენებოდა ეს ოთახები. მთელი ლაბირინთი საგულდაგულოდ იყო გამოკვეთილი კირქვაში და აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი შესრულებული სამუშაო უმაღლესი ხარისხის იყო. ზოგიერთი ქვის სამუშაო ძალიან სუფთა და ზუსტი იყო და ჩვენ არ გვაქვს წარმოდგენა, როგორ შეიძლებოდა ეს პრიმიტივი არარებით ათასობით წლის წინ გაკეთებულიყო. როდესაც გათხრები გაგრძელდა, სხვადასხვა ღია სივრცეში რამდენიმე წრიული ორმო აღმოაჩინეს და ვარაუდობენ, რომ ეს ადგილები გამოიყენებოდა სალოცავი ცერემონიების დროს. მაგრამ სახლი ათოლიონის ჰიპოგეუმის უცნაური ნაგებობის გამო, ზოგიერთ ადამიანს სხვა თეორიები აქვს იმის შესახებ, თუ რა იყო მისი დანიშნულება. ზოგი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ეს კონკრეტული სამშენებლო მეთოდი არჩეული იყო კომპლექსის აკუსტიკური თვისებების გასაუმჯობესებლად, რადგან კამერები თითქოს სპეციალურად არის მორგებული გარკვეულ სიხშირეთა სპექტრებზე. თუ ასეა, სახლის საფლიანის ჰიპოგეუმი შეიძლება იყოს ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა, რომელიც ოდესმე აშენებულა მუსიკალური ინსტრუმენტების ჟღერადობის გასაუმჯობესებლად. მიუხედავად იმისა, რომ თავად ნაგებობა საიდუმლოა, იქ აღმოჩენილი ზოგიერთი რელიკვია ასევე საკმაოდ უცნაურია. მათ შორის არის პატარა ქანდაკება, რომელსაც სახელად მძინარე ქალბატონი უწოდეს. მიჩნეულია, რომ ის დედა ბუნებას ასახავს, ან ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სიცოცხლის დასასრულის სიმბოლოა. ეს ადგილი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 4000-დან 2500 წლამდე თარიღდება, ბევრად მეტ კვლევას საჭიროებს და გათხრები სავარაუდოდ კიდევ დიდხანს გაგრძელდება. იმედია, კვლევები უფრო მეტს გამოავლენს ამ იდუმალ ხალხზე და იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი მაშინ. ნომერი 1. მირტლ პოლკი, დალასის საზოგადოების საკრდენი იყო. 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის ასწავლიდა ISD სკოლებში, ხოლო 30 წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში ის იყო ადგილობრივი ეკლესიის ერთგული წევრი. მირტლი 58 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული იმავე კაცზე, ნიშნობა კი მაშინ შედგა, როცა ის 30 წლის იყო.
სამწუხაროდ მისი ქმარი 2010 წელს გარდაიცვალა და თავისი მოსიყვარულე ცოლი თითქმის მარტო დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ მარტო ცხოვრობდა, მირტლმა თანამეგობრობა იპოვა იმ საზოგადოებაში, რომელსაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უვლიდა. ეხლა მათი ჯერი იყო, რომ მასზე ეზრუნათ. 88 წლის მირტლმა დემენციის ნიშნები 2024 წლის დასაწყისში გამოავლინა, თუმცა სრულად ფუნქციონალური დარჩა, თუმცა ბევრი დახმარება სჭირდებოდა. მისმა ოჯახმა იმ წელს განსაკუთრებული არაფერი შეამჩნია, მაგრამ მალე ყველაფერი უჩვეულოდ შეიცვლებოდა. ინტლის 8 ივნისი იყო, როცა მირტლი თავის აივანზე იჯდა, რომელიც მის ეზოს გადახურებდა Indian Creek Trail-ის 1100-იან მონაკვეთში დალაში, ტეხასის შტატში. იმ დღეს ბაღში რაღაც სამუშაოები ჰქონდა გაკეთებული და როგორც ჩანდა, ახალი იერს თქმებოდა, ხოლო მისი ქალიშვილი შორიდან უყურებდა დედის ბედნიერებას, თვისებას, რომელიც მალე სიბნელეში ჩაიძირებოდა. დაახლოებით საღამოს 9 საათზე ქალმა ტელეფონით მეგობართან ისაუბრა. მან მეგობარს უთხრა, რომ ეკლესიისთვის ტანსაცმელს ამზადებდა, სადაც მეორე დღეს აღარასოდეს მივიდოდა. ის შორეული აღფრთოვანება და მეგობრული სატელეფონო საუბარი იქნებოდა ბოლო დრო, როცა ვინმე მაირტულს ნახავდა, ან მისგან რამეს გაიგებდა. ის გაუჩინარდა იმ საღამოს 9 საათსა და მომდევნო დილის შორის. მღერალი ჰილზის ბაპტისტურ ეკლესიაში სკამებზე იჯდა მისი შვილი, რომელიც მაშინვე შეშფოთდა დედის არყოფნით. დამატებითი გამოძიების შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ ის არც სახლში იყო და მაშინვე განაცხადა მისი გაუჩინარების შესახებ. 10 ივნისს ახლა უკვე დაკარგული ქალის შესახებ გამოცხადდა ვერცხლისფერი განგაში და სამართალდამცავების სასწრაფო ჩაერთნენ გამოძიებაში. საწყისმა მცდელობებმა აჩვენა, რომ მირტლის 2004 წლის შავი ლექსუს ES 320-იც დაკარგული იყო. მისი არყოფნა მიანიშნებდა იმაზე, რომ მირტლი იმ დღეს სახლიდან წავიდა, ეკლესიაში წასვლას აპირებდა, მაგრამ ან რაღაც მოხდა, ან გზა აერია. მიუხედავად ფართომასშტაბიანი ძებლისა და გამოძიებისა, იმ წელს ხელისუფლებამ ვერანაირი პროგრესი ვერ მიაღწია. არ არსებობდა არანაირი კვალი, არავინ უნახავს და არც რაიმე მინიშნება შემოსულა. მირტლი გაუჩინარდა. ნიშნულოვანი დრო გავიდოდა, სანამ შემდეგი გარღვევა საბოლოოდ მოხდებოდა. ამ დროისთვის ბევრს უკვე დავიწყებული ჰქონდა დაკარგული ქალი, გარდა ოჯახის წევრებისა და მეგობრებისა, რომელთაც მოულოდნელი გაუჩინარების გამო ტკივილი არ შეუწყვეტიათ. 2025 წლის 4 ნოემბერი იყო, როდესაც მირტლის მანქანა საბოლოოდ იპოვეს, მაგრამ მისი მდებარეობა დამაიმედებელი არ იყო. მანქანა ჩაძირული იყო 5 Mile Creek-ში, ვაგონ Will Trail-ისა და სამხრეთ ლანკასტერის გზის მახლობლად. მანქანა 100 იარდზე მეტი მანძილით იყო დაშორებული უახლოეს გზიდან. იმ წმენით, რომ მაირტლი სავარაუდოდ შიგნით იყო, მანქანის ნაკადულიდან ამოღების მცდელობები სწრაფად დაიწყო. ამ ქმედებით საიდუმლო კიდევ უფრო გააღრმავდა. ამოღებულ მანქანაში მაირტლი არ იყო. მისი კვარი არც ტერიტორიაზე და არც მის გარშემო არ ჩანდა. ისე ჩანდა, თითქოს მაირტლი მანქანიდან გადმოსულიყო, სანამ ის წყალში ჩავარდებოდა. შემდეგ დაიწყო კიდევ უფრო მეტი ძებნა, მოხალისეების და სამძებრო ძაღლების ჯგუფების დახმარებით. დამატებითი კვალი აღარ აღმოჩნდა, რის გამოც მაირტლის გაუჩინარება უცნაურ საიდუმლოდ დარჩა. დიდი მადლობა ყურებისთვის. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად დააწეკით მოწონების რილაქს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოწერა და შეტყობინების ზარის ჩართვა, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Top 5 Unknowns და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.